მართლა რომ ვთქვა, ეს უკნაურია. ძალიან უკნაურია, რადგან ყველაფერი ბუკვალნო ერთ გამეში შეიცვალა. იცი ისეთი შეგრძნება, რომ ბოლომდე ვერაჩნობიერებ რა გზდება, სანამ თავად არ აღმოჩნდები ამ სიტუაციაში და არ დაიქებ მის საკუთარ თავზე განჯდას. ამან ძალიან შემკვალა, ბევრ რამეში. მაგრამ ამავდროულად, ვინც კარგად მიქნობს, იქის, რომ მე ისეთი ადამიანი ვარ, თუ რაღაც ჩემს კონტროლს გარეთაა, მე ნეგატივში არ ვაგხსოვრობ, არ ვიქებ ჩივილს და არ ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ მოხდა ეს ჩემთან. იმიტომ რომ რეალურად არსებობს ორი გზა, როგორ შეიძლება ეს გადაიტანო. მენც მოგიჩევს ამის გავლა, საკითხავია მიგსოლოდ როგორ. ან ნეგატივში ჩაიზირები, ან უბრალოდ მიგებ რეალობას ისეთად, როგორიც არის და გაგრძელებ წინსვლას. რადგან სიმართლე რომ ვიტყვათ, სექსვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. და ეს, ალბათ, ყველაზე სკორი გზა, რაც შეიძლება ერჩიო. არ შეიძლება ასეთი სიტუაციის წინაშე გათქმდე. ვინც ეს გამოიარა, იქის რამდენად მძიმეა ეს. როცა მიშვილი ქსარ დილით გაგვიზებას, შენი შვილების ნაქსვას, მათთან ყოფნას და უჩებ ეს ყველაფერი ერთ მომენტში იცვლება. ეს ძალიან რთულია, ეს ნამდვილად გთქენს. მაგრამ ამ დროს არ უნდა დაგავიწყდეს ვინ ქსარ. და რა არანაკლებ მნიშვნელოვანია. უნდა იქოდე ვინ არ ქსარ. ეს გაზლევს შიდა სიმტკიცეს. ამიტომ მე თავაჩული დავდივარ. ემეიზე ბევრჯერ მისაუბრია ახსლობლებთან და სექსვა ადამიანებთანაც. და როცა მეკითხებიან, რა ვისკავლე ამ ყველაფრიდან, პასუხში შეიძლება უშნაურად ჟღერდეს. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ვისკავლე, არის დედის მოსმენა. იმიტომ რომ დედებს აქვთ განსაკუთრებული ინტუიცია, ისინი შედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ. და როცა დედა გუბნება, იქ არ გაგსვიდე, თუნდაც შენთვის ყველაფერი სრულად ნათელი ჩანდის, დიდი ალბათობით ასე არ არის. მეგსოვს, ჩემს ჯიოვრებაში ძალიან ცოტა შემთხვევა იყო, როცა დედამ მიტიჟრა, იქ არ გაგსვიდე და არ აღმოჩნდა მართალი. ამიტომ მართლა ვისკავლე მისი მოსმენა. მიგვარხსარ დედა. მისმინეთ, აქ რაღაც დიდი ამბავი იხარშება. და როგორც MMA-ში ხდება ხოლმე, ამ ისტორიას ორი სრულიად განსხვავებული ვერსია აქვს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათ სხვადასხვა ენაზე გვიყვებიან. მე მთელ სურათს ვხედავ, მაგრამ მოდით ერთი წამით გასული წლის შედეგებს გადავხედოთ. ზუსტად ერთი წლის წინ, კარგად მახსოვს სად ვიყავი. ლას-ვეგასში The Ultimate Fighters ვიღებდით. დანიელ კორმიეს გასანადგურებლად ვემზადებოდი და უცებ ეს სიახლე მომდის. ილია თოფურია 145 ფუნტს ტოვებს. ის 145-ში ადის და მაშინვე მსოფლიო ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას. მახსოვს მაშინ ამ იდეას ვეწინააღმდეგებოდი. ვკამათობდი, რადგან ილია მედიაში ისე თავდაუზოგავად მუშაობდა ტიტულისთვის, რომ მეგონა ყველაფერი ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო. არ მქონდა ის განცდა, რომ ყველაფერი მზად იყო და ვიღაცას ლამაზი ბაფთით შეკრული საჩუქარი უნდა მიერთმია მისთვის. აი, ჩემპიონი ხარ 45-ში, ახლა ზევით აიწიე და ეს ორმაგი ჩემპიონობის შოუ დავდგათო. ილია კი განაგრძობდა მედია სივრცის დაპყრობას. შეგახსენებთ იმ დროინდელ ლანდშაფტს. ყავდა ჩარლზ ოლივეირა, რეიტინგის პირველი ნომერი, რომელიც თითქოს ისლამთან რევანშს ელოდა და თქვენც მაყურებელიც ამის მომხრე იყავით. რამდენიმე კვირა გავიდა, მე ისევ ვეგასში ვიყავი და ვიღებთ ზუსტად იმავე განცხადებას, ოღონდ უკვე ისლამისგან. ისლამი 145 ფუნტს ტოვებს და 170-ში მიდის და იქაც მაშინვე სატიტულო ბრძოლას ელოდება. ხვდებით რა მოხდა? ილიამ თავისი ქამარი დატოვა და ისლამს დაედევნა. ეს ამ ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სინამდვილეში მე ვთქვი, რომ ეს არის კიდეც მთელი ისტორია. ილია 145 ფუნტში ავიდა და ისლამს თითი მკერდზე მიადო. ისლამმა კი მასთან არ იჩხუბა. მეტიც მან მთელი დივიზიონი დატოვა, რომ ეს ბრძოლა არ შემდგარიყო. ეს მოხდა, ეს ფაქტია. როცა ამ ამბავს ყვები, ისლამს ეს გულზე ხვდება. მას ძულს როცა გონია, რომ ჩეილი მას მხდალს ეწახის. მაგრამ მინდა იცოდეთ, ასეთი რამ არასდროს მithქვამს. მე მას ახლა მხდალს არ უწოდებ. მე უბრალოდ გეუბნებით. ილია თოფურია დივიზიონში შევიდა, ბრძოლა მოითხოვა, ისლამმა კი ეს ბრძოლა არ მისცა და სხვა წონაში გადავიდა. აქ საუბარი არაა სიმხდალეზე, აქ საუბარია იმაზე, რაც რეალურად მოხდა. თუმცა როგორც ჩანს, სწორედ ეს რეალობა ჭამს ისლამს ყველაზე მეტად. ახლა კარგად დაუგვირდით, რადგან აქ ამბავი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. თუ დაუბრუნდებით გასულ წელს, Madison Square Garden-ის ტურნირის წინ, სადაც ისლამი ჯეკ დელა მადალენას უნდა შეხვედროდა, მთელი მედია მხოლოდ ილიაზე ლაპარაკობდა. ყველგან ეს სახელი ისმოდა.
გავრცელდა ხმები თეთრ სახლში დაგეგმილ ტურნირზე, ვინ იქნებოდა მთავარი სახე, ვინ ვის შეხვედროდა და ყველა მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ ისლამი და ილია ერთგალიაში ეხილათ. დაი დღეს ისლამი ცოფდება. ის ილიას ადანასოულებს და ამბობს: შენ ხარ ის, ვინც ბრძოლა ჩაშალა. ნუ იტყუები, რომ ეს ასე არ არისო. ის სწორედ იმ ტურნირზე საუბრობს და ამტკიცებს: ჩვენ ეს ბრძოლა შემოგთავაზეს. ჩემი მხარე თანახმა იყო. შენმა მხარემ კი მეტი ფული მოითხოვა და ყველაფერი შენი ბრალიაო. აქ კი მივდივართ კლასიკურ სიტუაციამდე. ისლამის ვერსია ილიას ვერსიის წინააღმდეგ. წითელი კუთხე ლურჯი კუთხის წინააღმდეგ. მთელი არმია მთარგმნელების და საბოლოოდ ყველაფერი თარგმანში იკარგება. ჩვენ ეს გვესმის, 100%-ით გვესმის, მაგრამ ღმერთო ჩემო, ეს ორი ვერსია სიმართლესთან ძალიან ახლოსაა. ჩვეულებრივ ისტორიაში არის ჩემი ვერსია, შენი ვერსია და სიმართლე. აქ კი ისეთი შეგრძნებაა, რომ ეს ბიჭები ერთსა და იმავეს ამბობენ უბრალოდ სხვადასხვა მხრიდან. და რატომღაც სწორედ ეს თემა უფუჭებს ისლამს ხასიათს ყველაზე მეტად. მოდით მათემატიკას სწრაფად გადავთვალოთ. თუ ისლამი ახლა 170 ფუნტშია, ილია თოფურია კი ტრავმირებულთა სიაში იყო და არ ქვით ამას რაც გინდათ, გატეხილი გული თუ სხვა რამ. ფაქტია, რომ ის იმდენ ხანს იყო ჩამოშოლებული, რომ დროებითი ქამრის შემოღება გახდა საჭირო. ახლა ის ბრუნდება სათადარიგო სკამიდან და აპირებს იჩხუბოს იმ წონაში, სადაც მანამდე არასდროს გამოსულა. და ჩვენ მაყურებლები უნდა აღვშფოთდეთ, უნდა გვეწინოს, რომ მან მეტი ფონი მოითხოვა. სერიოზულად? მე კონტრაქტების გადახედლა ყველაზე მეტად მძულს მერწმუნეთ, მაგრამ ისლამის არგუმენტია, რომ ბრძოლა შედგებოდა, რომ ილიას არ ეურჩა. ანუ ილია, რომელმაც არამხოლოდ 145 ფუნტი დატოვა, რომ 155-ში დაგდევნებდა, არამხოლოდ ყველა ინტერვიუში გიწევდა, ახლა თურმე მზადაა 170-ის კი ამოვიდეს. დიახ, ამას თავისი ფასი აქვს. ეს მის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ ის მზადაა ეს დააკეთოს. ჩემთვის ილიას ვერსია ძალიან ლოგიკურად ჟღერს. ეს არის იმ კაცის საქციელი, რომელიც ბრძოლას ეძებს და არა თავის მართლებას. მისმინეთ, ამ გზაზე ისლამი ყველას ეფიცებოდა, რომ 155 ფუნტში აუცილებლად დაბრუნდებოდა. მახსოვს, როცა ის ჯეკისთვის ემზადებოდა, სულ ამას იმეორებდა. მე კი მაშინვე ვთქვი: არა, მეგობარო, შენ ამას არასდროს იძავ. მე მას მატყუარას არ ვუწოდებ, შენ უბრალოდ არიცი ის, რაც არიცი. როგორც კი 170 ფუნტში სასწორზე შედგები და მიხვდები, რა ჯანდაბა კარგად გრძნობ თავს, რამდენად უკეთესი გახდა შენი ცხოვრება, რამდენად მეტ სიამოვნებას იღებ ამ პროცესისგან, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით, შენ აღარასდროს მოინდომებ იმ წამებას და მსხვერპლს, რაც 155 ფუნტამდე წონის კლება სჭირდება. და რა მოხდა? როგორც კი ქვესაშველო წონაში აიწონა, მაშინვე თქვა: მე 155-ში აღარასდროს დავბრუნდებიო. აქ არავინ ცდება, მე და ისლამი ამ ისტორიაზე არ ვკამათობთ. მას რომ ხკითხოთ ყველაფერს ზუსტად ისე მოგიყვებათ, როგორც მე. ის არ გამოვა და არ იტყვის, ჩეილი სისულელეებს იძახის იმ ამბებზე, რაც არ მომხდარაო. ფაქტებში ვთანხმდებით, მაგრამ ისლამს გულწრფელად ჯერა, რომ ამ თამაშში კარტები მას უჭირავს. მე კი სხვანაირად ვხედავ. თუ ისლამი და ილია არასდროს იჩხობებენ და ჩვენ, როგორც სპორტის ისტორიკოსებს, მოგვიწევს ამ პერიოდისთვის თვალის გადავლება, რათა ერთ-ერთი მათგანი დიდების გვირკვინით შევამკოთ, ჩვენ მოგვიწევს იმ ბიჭის არჩევა, რომელიც ამ ბრძოლის ჩასატარებლად ყველაფერს აკეთებდა. სხვა გზა არ გვექნება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ კაცი, რომელმაც თავისი დივიზიონი დატოვა, შენსაში შემოვიდა და თითი მკერდზე მიგადო. შენ კი ამის შემდეგ სხვა წონაში წახვედი და შენივე აღიარებით, ის ბიჭი მზად იყო იქაც გამოგყოლოდა. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი საერთოდ გვჭირდება თუ არა ილიასა და ისლამის ბრძოლის ნახვა. ეს დიდი ბრძოლაა, საინტერესო ბრძოლაა, მაგრამ ძირითადად იმიტომ, რომ ის შესაძლებლობას მოგცემს ერთ-ერთი მათგანისგან გავთავისუფლდეთ. ეს ის ნაწილია, რომლის აღიარებაც არავის უყვარს. როცა ასეთ ტიპებს ერთმანეთს აჯახებ, ვიღაც უნდა წავიდეს. არავის უნდა იმაზე ლაპარაკი, რომ ორივე შეიძლება სასიკვდილოდ მოსაწყენი იყოს, მაგრამ ჩვენ იძულებულები ვართ ტურნირის სათავეში His legs were kicking, however. They were doing like this bicycle kick. ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ ერთ-ერთი I didn't know how to interpret that from a medical standpoint. I don't know if when a person is unconscious, if their nerves can tremor as well, like sometimes an animal can do. I don't actually know, but by what I was seeing was a guy out. At one point, the referee said, "Hey, I'm gonna stop this. How are you doing?" And the guy, he brought a thumbs up and then went right back to the stiff position with his arm. So it was a very confusing position.